სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩატარებული იქნა ჩაიწერეს 1991 წლის 1 ივლისს გლენდეილში, ლოს-ანჯელესის გარეუბანში, კალიფორნიის შტატში, მადლის სათემოს ეკლესიაში. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ეხება ალბათ ძალიან ბევრ ქართველს, როგორც კათოლიკეს, როგორც ისეთ ადამიანებს, ვისაც წამთ ბავშვობაში ნათლობა, რომელიც არაბიბლიურია, რომ ჩვილების მონათლა არის არაბიბლიური და ბიბლიაში არ არის ამაზე მითითება. და ძალიან ბევრ დენომინაციამ ეს ტრადიცია თავის თავზე მიირგო. და ესეთ კითხვას სვავს ქალბატონი. მე მქვია როზა ფალკონი, ეს ჩემი პირველი ვიზიტია თქვენთან ეკლესიაში. გამარჯობა როუზ, ეუნება ესალმება ჯონი. მე უსმენდი თქვენ რადიო გადაცემებს. ძალიან დიდი მადლობა. და მე მაქვს ბევრი კითხვა. შეიძლება ის თქვენ მოგეჩვენოთ მარტივად, მაგრამ მე აუცილებლად ვჭირდება. მაინტერესებს. როდესაც ბავშვობაში მე მოვინათლე და ეხლა ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველაფერი ეს გავიგე. ხელახლა უნდა მოვინათლო? და ჯონი პასუხობს. დიახ, მეც ასე ვფიქრობ. რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ ამას ბიბლია ადასტურებს, თუ გადახედავთ მოციქულთა საქმეებში 2:38-ში. მოინანიეთ და მოინათლეთ. ასე რომ ნათლობა მოყვება მონანიებას. მონანიება წინ უძღვის ნათლობას. და არ შეიძლება შეგნებული ადამიანმა შეგნებულად მოინანიო, თუ საკმარისად ასაკოვანი არ ახარ. და ეს ვალდებულება შეასრულო ქრისტეს წინაშე. და შემდეგ მას ნათლობა მოყვეს. თქვენ გაქვთ ასევე ეს მაგალითი ფილიპესა და ეთიოპიელის საჭურისის შემთხვევაში. გახსოვთ ხომ ილუსტრაცია? საჭურიში მიდის, კითხება ფილიპეს, ესაიას წინს კითხულობს და როდესაც ის დაამთავრებს და ქრისტეს გაიგებს, რომ ქრისტეზე აქვს საუბარი, ის აპირებს რა უშლის ხელს ჩემს მონათლასო? ის მაშინვე მიხვდა, რომ ის მოსანათლი იყო და მან მოინანია თავისი გასული ცხოვრება, ზდასრულმა. ასევე სულთ მოფენობის დღეს 3000 ადამიანმა ირწმუნა და მოინათლენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვილის ნათლობა საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. თქვენ ვერ იპოვით მას წმინდა წერილში. ეს იყო ტრადიცია, რომელიც ეკლესიაში დარჩა. ზოგიერთი თქვენგანი მოინათლა როგორც ჩვილი, გახსოვთ ხომ? ეს არის როგორც კათოლიკემ. მეც ვიყავი. იცოდით, რომ მე დავიბადე სან ვინსენტ პოლ ჰოსპიტალში. ეს არის კათოლიკური დიდი ორგანიზაცია, სან ვინსენტ დე პოლი. და მათ თავიანთი საქმე გააკეთეს, როცა ჩვილი ვიყავი. ასე რომ სისულელია ვივარაუდოთ, რომ მას რაიმე ეფექტურობა მოაქვს. ზოგიერთი თქვენგანი ბავშვობაში მოინათლა როგორც პრესვიტერიანულ ეკლესიაში, ან ეპისკოპალურ ეკლესიაში, ან სულაც ლუთერანულ ეკლესიაში. და მე არ ვიცი, შეიძლება სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. და შემდეგ ასე მოვიდა, მოექცა. მაგრამ ძირითადად ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ ნათლობა მოყვება გაცნობიერებულ მონანიებას. ასე რომ მე მჯერა, რომ თუ ზრდასრულ ცხოვრებაში თქვენ ქრისტეს მიუძღვნით საკუთარ თავს შეგნებულად, თქვენ ხელახლა უნდა მოინათლოთ. გმადლობთ.